პირველი სტუმარი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გვერდდება. საღამომშვიდობის ბატონო ნიკა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ოცნებაში არსებული ვითარება გასაგებია და კიდევ დატოვებს პარტიას ვინმე თუ გარიცხავენ, ამას უკვე უმრავლესობის ლიდერთან ცოტა ხანში გავარკვევ. მანამდე თქვენგან მაინტერესებს კონკრეტული პასუხი. დღეს განიხილავთ თუ არა ისევ გაერთიანდეთ ევროპულ საქართველოსთან, ამჯერად რა თქმა უნდა გულისხმობ საპარლამენტო სივრცეს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. იცით რა, ერთი ნამდვილად მე მგონი არაფერი გასაგები ძალიან ბევრისთვის არ ხდება ბოლომდე თუ რა პროცესებს აქვს ადგილი, ანუ კარგად გაგებას გულისხმობ ქართულ ოცნებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი ეხა რა შეიძლება მოხდეს საპარლამენტო უმცირესობის თავს იმასთან შედარებით რაც ხდება ქართულ ოცნებაში, სიმართლე გითხრათ მიკვირს ეს რა არ მეთქვა არ შეიძლება რა გითხრათ აბა ოპოზიციურ ფლანგზე საპარლამენტო უმცირესობა ეს არის საინტერესო და სწორედ აქედან გამომდინარე გეკითხება. ეხლა ჩვენ ყველანი მათ შორის თქვენ ადევნეთ თვალყურს როგორ იშლება ქართული ოცნება და ქართული ოცნება არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს, უმრავლესობასაც დაკარგავს საპარლამენტოს და ხელისუფლებასაც დაკარგავს ძალიან მალე. და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ დააკვირდით პროცესს სხვა თვალით. რას აკეთებს ხელისუფლება განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში? არაფერს გარდა ურთიერთკინკლაობისა. არაფერს გარდა იმისა, რომ არიან ჩაბღაუჭებულები საკუთარ სავარძლებს და აქვთ შიგნით გუნდში რაღაცა ანგარიშწორება ერთმანეთის მიმართ. მაშინ, როდესაც ისინი არიან იმ გუნდის წარმომადგენლები და ის ადამიანები, ის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც უნდა ზრუნავდეს თქვენზე, ჩემზე, ანუ რიგით მოქალაქეებზე და ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი მომავლისთვის უნდა იფერფრებოდნენ ყველაფერს თავიდან და რისთვის ირჯებიან და რისთვის ხოცავენ ერთმანეთს სკამებისთვის, ხო? ეხა რა დაპირისპირებას აქვს ერთმანეთთან ადგილი, ეს შეიძლება ვიღაცისთვის სანახაობა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ დავფიქრეთ, ნამდვილად ტრაგედიაა, ხახდო. ეხა უმრავლესობის ლიდერები იმაზე კი არ უნდა საუბრობდნენ, რამდენმა გუნდის წევრმა დატოვა და რამდენი დატოვებს. ეკონომიკური კრიზისი როგორ დაიძლევა, რას უპირისპირებს ხელისუფლებას ირაკლი იმას, როდესაც ვიცით მედიკამენტებზე 60%-ით არის ფასი გაზრდილი, ავარდნილია წასებში, ფასებით წაში. 37%-ით რო ექიმთან ვეღარ მიდიან პრაქტიკულად არის ჯანდაცვაზე მომსახურეობა გაზრდილი, როცა 17%-ით კომუნალურ გადასახადებზეა გაზრდილი ტარიფები და სურსათზე 20%-ით არის მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში ფასები მომატებული, მაშინ როდესაც შემოსავალი ქართულ ოჯახებს იგივე დარჩა და გასავალი იმატებს და იმატებს, აგერ ტაქსის მძღოლებს წლიური გადასახადი სავალდებულო 100 ლარი დაუწესეს, აგერ 1 ივლისიდან ამოქმედება სავალდებულო და ბატონო, ჩვენ ხვალაზე ხშირად საუბრობთ და მე დიდი ეჭვი მაქვს, სამომავლოდ შემოგიერთდება თან რიტორიკაში ის ადამიანები, რომლებიც უკვე ოცნების ოპოზიციაში არიან და პარლამენტში კიდევ უფრო მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება. აი ამ კონტექსტში ყველას ვისაც შერჩენიას კი ბატონო მესმის და თუ შეიძლება აზრს დავასრულებ დიახაც ყველას ვისაც საღი აზრი ჯერ კიდევ შერჩენია ლატენტურად მაინც ხო ანუ უბრალოდ ვერ ამჟღავნებს ამას საჯაროდ რომ იგი არის საღი აზრის მატარებელი მაგალითად ეხა ასეთ ადამიანად მიმაჩნდა დღემდე ბატონი რომან კაკულია გაგიკვირდეთ შეიძლება თქვენ მაგრამ დიდ პატევს ვცემდით რომ წინა ცხოვრებიდან ამ ადამიანს მე ვიცნობდი და ძალიან მაღალ კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანია მაგრამ დღეს იგი დაანებდა ბატონ ივანიშვილს დღეს ივანიშვილმა მას რაც გაუკეთა ძალიან ძიმე ჩემთვის და ადამიანურად ძალიან მტკინვეული სანახავი იყო მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ვერ ვიტყვი მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების გუნდის შიგნითაც რატომ იცით იმიტომ რომ ივანიშვილმა დიდი ხანია ყველას და ყველაფერს ზურგი შეაქცია და პირველ რიგში იმ ხალხს ვისაც სჯეროდა ამ ადამიანის იმ ხალხს ვისაც უკეთესი უნდოდა საქართველოს ეხილა 2012 წლიდან და არა უარესი და იმ ადამიანმა ანუ ივანიშვილმა რომელმაც ღიად უკვე განაცხადა რომ ჩემი მეგობარი და ჩემი საუკეთესო დობით აღჭურვილი პირი იქნება ბატონი
მეურუსიძე და ბატონი ჩინჩალაძე, ხო? და თქვენ იქ რას ლაპარაკობთ, მე საერთოდ არ მაინტერესებს. ეს უკვე კიდევ უფრო ბევრი მეტყველი არის. ეხლა ჩემს შემდეგ მე მგონი ირაკლი იქნება სტუმრად ბატონი თალაკვაძე, ხო თქვენ ბრძანით? თქვენ კი იქნება ოდნავ მოგვიანებით. ბატონიკა დიახ, თუ როცა იქნება. აი, ერთ-ერთ საკომიტეტოს ხდომაზე, თუ არ შემიძლია ეს მაგალითი, ერთ-ერთ საკომიტეტოს ხდომაზე, როდესაც განიხილებოდა იქ ხალბატონი ია კერძაიას საკითხი, როგორ მიიყვანეს ხალბატონი რეალურად იმ მდგომარეობამდე, რომ იგი უბრალოდ დღეს ცოცხალი აღარ არის, იცით ხო, ზუგდიდის მეუღლის სკოლის დირექტორს გულისხმობდა და დღემდე არაფერი არ არის გამოძიებული. უბრალოდ მან სიტყვა აიღო საკომიტეტო მოსმენაზე და თქვა, რომ ახლა კარგით, რომელ სასამართლოზე საუბრობთო, თქვენ დროსო რეალურად ასამართლებდნენო ადამიანებსო მკვლელობაზეო და მე ამ მკვლელობაზე გასამართლებული ასე ვთქვათ ადამიანი ანუ მოკლული ადამიანი ცოცხალი აღმოჩენილაო ანუ ციხეში გაგიშვიათ მკვლელი ვითომ მან მოკლა მეორე ადამიანი და ის მეორე ადამიანი 6 თვეში აღმოჩენილა ცოცხალი ჩვენ კონკრეტულ საკითხზე საუბრობთ და ვინ არის ეს მოსამართლე სად არის თუ შეიძლება დავასრულებ ამას რატო ყვები და აი ეს მოსამართლე მართლაც ცოცხალი მტრის საქმეს ეძახდნენ ამ საქმეს და ლეგენდარული საქმეა ეს მოსამართლე დააბრუნა მურუსიძე ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში და დღეს ასამართლებს დავით კირკიტაძეს მაგალითისთვის. კარგი. ხო, აი ხედავთ ხო განსხვავებას. რადგან მოსამართლეები ახსენეთ. მოსამართლეები რადგან ახსენეთ და იმ რეალობას შორის რომელიც დაგვიდგა დღეს ჩვენ ყველას. ეს რაც ვიხილეთ ირაკლი ჩვენ თქვენ ბესელიას კანონპროექტს დაუჭირეთ ხარი, ხო? შესაბამისად, ჩნდება კითხვა, აპირებს თუ არა რაღაც ეტაპზე თუნდაც საპარლამენტო სივრცეში გადაკვეთას და თანამშრომლობას. შესაძლოა თანამოაზრეებად თქვენ გიხილოთ? მე არ დამიმალავს ირაკლი დიდი სიამოვნებით დავუჭირე მხარე მიუხედავად იმისა რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ რომელიმე ქართული ოცნების დეპუტატის მიერ ინიციირებულ კანონ პროექტს დავუჭერდი მხარს მაგრამ მე დავუჭირე არა ხალბატონი ეკა ბესელიას და მის კანონ პროექტს ჩემი შვილის და თქვენი შვილის და არ ვიცი ჩვენი პატარა თაობის მომავალს იმიტომ რომ ეს კანონ პროექტი იძლეოდა შესაძლებლობას რომ დროებით მაინც მეტასტაზირების პროცესში შეჩერებულიყო სასამართლო სისტემაში და მურუსიძე ჩინჩალაძეს ხელით არ დაინიშნოს ათეულობით მორჩილი მოსამართლე. წარმოვიდგინეთ, აი ხვალ რომ ბავშვი დაიბადება და რაც შეიძლება ღმერთო ბევრი დაბადოს ამ ქვეყანაში 30 წელი რომ გადავითვალოთ, ისევ მურუსიძე და ისევ ჩინჩალაძე უნდა გყავდეს ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი ჩვენ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელებად. ამას დავუჭირე მე რომ ეს ყველაფერი იქნებ რაღაცნაირად შეჩერდეს დროებით. და დებისმიერი ცალკე აღებული დეპუტატი თუ შემოიტანს პარლამენტში კანონ პროექტს, რომელიც ემსახურება რაიმე სახით, რომელიმე სფეროს გაუმჯობესებას და მეტ კეთილდღეობას, ნუ მეტი ეს რბილად რო თქვა, უბრალოდ კეთილდღეობას ჩვენი საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, მე რა რომ ჩვენ ოპოზიციაში ვართ, ეხლა თუ ხვალ რომელიმე ეს ქართულ ოცნებაში ჩვენ ვიართ, თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შემოიტანა გონივრული, ანუ განვითარებაზე ორიენტირებული კანონ პროექტი, ხო? არ უჭერენ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერჯერობითად ოპოზიციაში, რაც ნამდვილად არ არის სწორი. მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ ხარს ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის განვითარებას. კარგი, ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთი კითხვა, ვინაიდან ეს ყველაფერი რაც ხდება, მაინც ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ არის დიდი სამზადისი უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველას -1 თქვენი ბრძოლის გაცხადებული სტრატეგია. ანუ როგორ იქნება ახლა ყველას -2 და დანარჩენი ყველა, ანუ გულისხმობ ოცნებას და ოცნებიდან გამოსულებს და გასაგებია რომ თქვენ ბოკერია უგულავა ფლანგთან საერთო ბევრი გაქვთ და ამაზე აღარ შევაჩერებ ახლა ჩვენს ყურადღებას. უნდა ველოდოთ თუ არა თქვენს მხარდამჭერ და პარტნიორ პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანთან ტანდემი. ანუ ვისთან ერთად იქნებით 2020-ში? ასევე ეჭვგარეშეა და მე მგონი ვისაც ოდნავ მაინც არ არის აუცილებელი ვიყოთ პოლიტიკოსი ან პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც აქვს პოლიტიკური ალღო, ხდება რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე ემშვიდობება
ხელისუფლებას, ის რაც მას სჭირს და ის რისი გაკეთება ძმას უწევს, ეს არის აგონიის ნიშნები. კარგი ცხოვრებისგან მას ეს არ ებართება. გავიხსენოთ, რატო დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ფორმალურად, იმიტომ რომ მან განაცხადა, იძულებული ვარ დაბრუნდე, ვინაიდან გუნდი იშლებაო. დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ და რა, განიმუხტა ვითარება მე მის გუნდზე ირაკლი. დიახ. მე მის გუნდზე არ ვიდარდებდი როგორც ასეთზე რა თუ ამას შეიძლება პოლიტიკური გუნდი ვუწოდოთ მე ვდარდო ვინაიდან ეს გუნდი ჯერჯერობით მართვის სადავებთან არის ამ ქვეყნის და გაღრმავდა კრიზისი ხო შესაბამისად ეხა ის რაღაცა კონსპირაცია თითქოს ეხა ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიათი აკეთებს და არის ადამიანები დაკეთებს რაღაცა სხვა პოლიტიკურ პარტიას არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიცრუე. სწორედ მაგიტომ ვკითხეთ, როცა კრიზისი არის გაღრმავებული ევროპულ საქართველოსთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე რას ფიქრობთ? ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა არის აუცილებელი ყველა რეალურ ოპოზიციურ პარტიასთან, ვინც მზად არის ჩადგეს იმ ფერხულში, რომელიც მომისახურება ბიძინა ივანიშვილის, ანუ ოლიგარქის დამარცხებას ახლა. მადლობა. რა თქმა უნდა. ნახევარი ყოფილი ქართული ოცნების არამხოლოდ აქტივისტები, რამდენი მათი ლიდერია დღეს გაერთიანებულ ოპოზიციაში. ირაკლი გაერთიანებული, რატომ? იმიტომ რომ მათ დაინახეს რომ რეალურად წინსვლა ამ ქვეყანას არ უწევდა მის ხელში ივანიშვილის. ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ მოსამართლეები ახსენეთ მურუსიძე, ჩინჩალაძე, აი მურუსიძესთან კონკრეტულად რა პრეტენზია აქვს ნიკამელიას? შეგიძლიათ კონკრეტული საკითხი განვიხილოთ? აი ამ კითხვას რომ მე მომიტევეთ, მაგრამ აი ამ კითხვას მე თქვენ რომ მისმევთ, უკვე მაპატიეთ, მაგრამ პოზიცია ჩანს. ჩემ პოზიცია ცნობილია მურუსიძესთან დაკავშირებით. ხაზა გეუბნებით, პირდაპირ გეუბნებით, ჯერ ერთით პირდაპირ გეუბნებით ეს ადამიანი და არავის არ დაუმალია და არც მათ შორის მე და ეხაც გავიმეორებ. თავიდან ბოლომდე ვაღიარებდით, რომ სასამართლო სისტემაში იყო პრობლემა და მურუსიძე ჩინჩალაძეები იყვნენ რეალურად მართული აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მოსამართლეები, მაგრამ რიგითი მოსამართლეები ხო? და არაერთი საოცარი გადაწყვეტილებები აქვს გამოტანილი ცოცხალი ადამიანის ყველობისთვის გაუსამართლებიათ უზენაესის მოსალაკლეები ის ადამიანი აღმოჩენილა ცოცხალი და დღეს უადოდ გაამწესეს ქალბატონი ნუნუ ნემსვიწერიძე რომელიც დღეს დათო კირკიტაძე სასამართლოს და ისინი იყვნენ მურუსიძე ჩინჩალაძე რიგითი მოსამართლეები და დღეს ივანიშვილმა ამ ადამიანებს სასამართლო სისტემა ჩააბარა სამარაჯამოდ როგორ არ უნდა გქონდეს პრობლემა ერთ ადამიანს მაინც თუ იცნობთ ირაკლი გულახდილად გეუბნებით საქართველოში სრულიად აპოლიტიკურად განწყობილ ადამიანს მაინც ვისაც აქვს ნდობა ამ ადამიანების მიმართ ანუ გვარები რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ამიტომ მიმაჩნია სასიცოცხლოდ არ ეშველება ქართულ მართლმსაჯულებას არაფერი მანამ სანამ ამ სისტემაში იქნებიან მურუსიძე ჩინჩალაძე და მათი მეგობრები მადლობა ნიკამელია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო პირდაპირ ეთერში ჩვენ შემდეგი